თუ და მიწერს დარკი და თქვენ ერთად მინდა ვითამაშო Minecraft. ოღონდ მე Minecraft-ს არ ვაპირებ სახლების აშენება ხის მოაჭრა ვერსტაკს გაკეთებს და ანუ როგორც ყოველთვის დამწყები როდესაც იწყებს თამაში. ანუ მე გავაკეთებ ხაფანგებს გავაკეთებ, როგორ უნდა ვიქურდოთ სერვერებში და სხვადასხვა ადგილებში, სადაც შეიძლება ანუ თუ დაიწყე სერვერში თამაში, მხოლოდ ძალიან ბევრი ადამიანი თამაშობს, დაიჭიროთ ხოლმე რამოდენიმე საქმის გაკეთება ალმასის ბრონი რომ მიიღოთ. პირველი გათხაროთ ამ ხელა ორმო. არა, ჯერ გიჩვენეთ როგორ მუშაობს ეს ხაფანგი და შემდეგ უკვე გადავალ საქმეზე, ანუ როგორ უნდა მოვყავთ ალმასის ბრონიანი. ჯერ გიჩვენეთ როგორ მუშაობს და შემდეგ გავურავთ. დაიჭირდება ალმასის ბრონიანი, ну, მაგალითად გააბრაზეს ზომბი, ანუ ზომში ავუწვი ალმასის ბრონი და ვითომ ეს ადამიანია და მოთამაშეა და თქვენ მისდი ხართ მასთან აბრაზებთ. მე დაგაბრაზდი ჩემს. არც ის სწრაფად მოდის ჩემგან, ამიტომაც ერთ რაღაცას გამოვხდა და აგერ უკვე გაბრაზდა. მოდის. ღმერთო ჩემო. ღმერთო. არ გამომივიდა. არა გამომივიდა. პრინციპით გამომივიდა, ის ზომი ჩავარდა მგონი. ხო, ზომი ჩავარდა, მოვიდი გავიმარჯვეთ. აჰა, ბრონი, ავიღე, ანუ თქვენ შეიძლება ზოგიერთმა ვერ მიხდა რა მოხდა, მაგრამ გიჩვენებთ ახლა ყველაფერს. როგორ გავაკეთოთ ეს ხაფანგი? პირველი თქვენ დაგჭირდებათ მოაშოროთ ახალობას, იპოვოთ უდაბნო, არ აქვს მნიშვნელობა უდაბნო, მაინც რომ ვერავინ ვერ მიხვდეს, დაგჭირდებათ ბევრი ქვიშა. გათხაროთ 25 ბლოკის სიღრმეზე ის ქვევით გათხაროთ და ანუ ეს რადიუსია, რომელიც შეიძლება ადამიანის ჩამოვარდის შემდეგ მოგდეს. შემდეგ ას გათხრის შემდეგ მეორე ბლოკზე ვიწყებთ აი ამ წარწერების გაკეთებას, ჯერ თავარი წარწერა, თავარი რომელიც ამაგრებს. ანუ ეხლა გეტყვი ყველაფერს აგიხსნით, ჯერ თვითონ გავაკეთებ. დავსგამთ, ეს არის თავარი. აი ხა ამაზე უნდა იყოს ყველა დამაგრებული აი ეს ნაწერები. გავაგრძელოთ, რაღაც ხარვაზე იყო. 1 ამაზე არ ვდგამთ, გვერდით აი ამ კუთხეებში უგეთებთ, შემდეგ აი ამას გავგრძელებთ, იქამდე გავგრძელებთ 3 შეიძლება. შემდეგ ისევ ამას ვაწყაბნებთ, ანუ რომელიც ჰაერშია დაგიდებული იმას ვაწყაბნებთ. არ აქვს მნიშვნელობა, არაფერს არ ვაწერთ. ასე, ახლა ძალიან ბევრი ვაკეთებ ამას, უნდა გაიფსოს ის რადიუსი. აი ამასაც ასე. ну, თუ გეზარებათ შეგიძლია და ამის ყურება და მოსაბეზრებელია ალბათ თქვენთვის, ჩემთვისაც და გიჩვენებთ ვიდეო გამორთოთ, რა გამორთოთ, გადაახვიოთ. დავხმოდიში, როგორ გამიჭედა ეს ლაუნჩერია უნდა ჩამოთო. 300 miners.com-ს ლაუნჩერია და იმაზე ვაკეთებ უკვე კლასიკურში, სანდბოქსში. ამ ხერხით უკვე ძალიან ბევრი ადამიანისთვის გამიწამებია ცხოვრება და თქვენს გირჩევთ რომ გადავუწამოთ მათ ცხოვრებს 80 ვთქვათ 100 კაცი თამაშობს და 97% იქიდან თამაშობს როგორც გითხრათ რუსი, სხვა ეროვნების და ქართული თამაშობს მხოლოდ 3, ეს არის გიო, ანდრი და მე. Mr. Darky. ყველაფერი აიფსო, როდესაც ყველაფერს გააკეთებთ, ქვიშით დაფარეთ ყველაფერი, ქვიშით. ზევიდან ესე ქვიშა უკვე ჰაერში კიდია. ჰაერში კიდია, თავარი. ხო. აი, არ დაგავიწყეთ არასოდეს თავარის მონიშნა. თავარი სად არის? აგერ თავარიც ვიპოვეთ. თავარს ნუ დაფარავთ, აი ერთი ბლოკი თავარებს. უნდა მოინიშნოთ თავარი სად არის, თავარის გატეხვის შემდეგ ყველაფერი ძირს ვარდება. აი მაგალითად გამოგეკიდათ ზომბი, ან რა ქვია, აი ობობა გამოგეკიდათ, მორბი ხართ, აქ დადგებით და ჩათხრით, ვინც აქ დგას, ის ყველა ქვევით ვარდება. და ჩავარდა შემდეგ კვდება. ვინც ანუ მიხვდით როგორ არის ყველაფერი, ძალიან კარგი ხერხია, ყველაფერი კარგად გამოდის. დიდი მადლობა ვიდეოს ყურებისთვის, თქვენგან იყო Mr. Darky და გთხოვთ კომენტარები, თუ რამის ვერ გაიგებთ, გთხოვთ კომენტარებში დაწეროთ, გეხვეწებით, რადგან კომენტარო რაღაცნაირად კომენტარებს მე უყურე, რაღაცნაირად რავი, კომენტარიც არის, ან ცუდიც იყოს, კარგი იყოს, გავითვალისწინებ და უფრო ვიდეოს გავხდი, უფრო სახალისო რაღაც კომენტარი
მე ხმარება ანუ როგორ თქვა ჩემი არხის განვითარებაში და დიდი და მორჩა დიდი მადლობა ვიდეოს ყურებისთვის. თქვენ იყო მისტერ არქი და ნახვამდის.